გამარჯობა მეგობრებო. დაახლოებით 2 თვის წინ ერთი ცნობილი ამერიკელი ბლოგერის ვიდეოს ამონარიც გადავეყარე ინსტაგრამზე. და ეს იწყებოდა ასე, რომ თუ გსურთ გაიგოთ, ვინ არის თქვენი გულშემატკივარი თქვენი გარშემო წრიდან, უნდა დაიწყოთ ბიზნესი და ეს გააჟღეროთ სოციალურ ქსელში, ესე იგი ონლაინ რეჟიმში გააჟღეროთ ესო და შეეცადოთ, რომ დადოთ პოსტებიო და მიხვდებითო თქვენო ძალიან მალე ვინ არის თქვენი ახლობელიო. ცოტა ისეთი გაბედული ნათქვამი იყო ჩემთვის, იმიტომ გამაჩერა ამ პროვოკატიულმა ვიდეომ და ჩაუყურადე ჩემ სიტუაციას, იმიტომ მე ხლა წლებია ადრე Facebook-ზე და ეს წელიწად ნახევარი არის, რომ YouTube-ზე ვდებ ვიდეოებს. და ესე არ დავკვირვებული ვარ და ეს აზრი არ მომსვლია, რომ ასეთ კატეგორიებში ჩამესვა ჩემი ახლობელი წრე. ჩემი დაკვირვებით, ჩემი ნაცნობები, ვინც სკოლა, კურსი, ნათესავები და ვინც მე შევიცინე, ერთიანდებიან აი შემდეგ კატეგორიებში. პირველი კატეგორია არის, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ფსიქოლოგია. და ფიქრობ, რომ ეს არ არის აუცილებელი ლაიქი დასვან ან რაღაც ინტერესი გამოიჩინონ. მე ასე ვფიქრობ, ასე ვთქვათ, მათთან რა არის, ეს არ ვიცი, მაგრამ ჩემი ახსნა არის ასეთი. ხო, შემდეგ მეორე კატეგორია არის, რომელსაც არ შეუძლია აი ამ ასეთი ვიდეოების მოსმენა, რომელსაც მე ვაკეთებ. იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები არ არის რაღაც ისეთი პლაკატიური, იშვიათად რაღაც იყოს პროვოკაციული ელემენტები და ასევე არ არის ლოზუნგებით დახუნცრული ნაციხესავით, დრამებს არ ვქმნით, თუნდაც დრამაზე ვლაპარაკობდი, ვცდილობ რომ რაღაც მოზომილი ფორმით მივაწყდო მსმენელს და მეც არ გამოვიდე ასე ვთქვათ, ჩემი წონასწორობიდან, ჰარმონიიდან და არც მსმენელი არ გამოვიყვანო. და ვფიქრობ მაგის გამო. მესამე კატეგორია არის, რომელთაც ეს არის უფრო ეს კატეგორია, რომელიც ყველაფერში ხედავს უარყოფითს. ყველგან ეძებს უარყოფითს, რომლის შინაგან პროგრამაშიც ეს დეფიციტური წვნობილობები ძალიან ძლიერი ჩანს. და ისინი თუნდაც იმიტომ რომ ჩემს გვერდს ქვია გზა პოზიტივისაკენ და ბოლოს რაც არ უნდა ვთქვა, მაინც იქამდე მივდივარ, რომ ჩვენი გზა არის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ემოციაზე. ეს მათ უკვე ფიქრობ, რომ დააფრთხობს და ამიტომაც არ მაქვს ის მოლოდინი, რომ ისინი ჩემს ვიდეოებს დაუახლოვდებიან, მოისმენენ ან დამილაიქებენ. და მეოთხე კატეგორია და აქ ნამდვილად იძულებული გავხდი, რომ დავთანხმებულიყავი ავტორს, არის ის კატეგორია, რომელიც არ იღებს ამ ყველაფერს, არ იღებს ჩემგან თორეში თემაც აინტერესებს და ინტერესიც აქვს, შეიძლება უსმეს რაღაცა ვიდეოებსაც, მაგრამ თავს შორს იჭერს, საერთოდ თითქოს არაფერი არ არსებობს ეს ჩემი გვერდი, არც Facebook-ზე და არც YouTube-ზე. და ის სწორედ ამას ამბობს ამ ვიდეოს ავტორი, ამბობდა, რომ ისინი ვინც აბსოლუტურ იგნორირებას გიკეთებენ თქვენ, ისინი არ შეიძლება იყვნენ თქვენი ახლობლები, თქვენი გულშემატკივარი ადამიანები. ხო, აი აქ დავფიქრდი, ჯერ ერთი მე არ გამიჭირდა აი ამ როლში ამ ადამიანების შეყვანა და ფიქრის შედეგად მე ვედი იმ დასკვნამდე, რომ ის ვინც შეგნებულად იგნორირებას უკეთებს სხვის საქმიანობას, ახლობლის საქმიანობას,
და მაგალითად დაულაიქებს მხოლოდ როცა ის რაღაც კერძო რაღაც ფოტოს დადებს ან თქვათ თავის ოჯახთან ან აბსოლუტურად თემას რომელიმე თემისაგან და მისი საქმიანობისაგან მოცილებით. მხოლოდ მას შეამჩნევს, მაგრამ იმ სხვა კატეგორია არ არსებობს მისთვის. მე ვფიქრობ, რომ აი ამ ადამიანებს აქვთ მიმღებლობის პრობლემა, რომ მიიღონ ის მოცემულობა ისე, როგორიც არის, მიიღონ ის ადამიანი ისე, როგორიც რასაც ის აკეთებს, მისი საქმიანობა და გამახსენდა, რომ ვიცნობ უკვე მაგალითად ყვავილების ონლაინ მაღაზია აქვს გოგონას, ძალიან სასიამოვნო ადამიანია, კიდევ ვიცნობ სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს, რომლებიც სამკაულებს ამზადებენ და აი მომისმენია მათგანაც, რომ ჩემი ახლობლები არ ალაიქებენ, არ აზიარებენ. იცით, სუმცირე გულის დადება იქ, სადაც მართლა ლამაზი სამკაულია, ხო? ეხლა ეს მე ვარ გულუხვი მაგ კუთხით. ვიცი, რომ Facebook-ი ყველაფერს აკვირდება, ვიცი, რომ ვითომ არის ესეთი მოწოდება, რომ რა უნდა შეიკავოს ადამიანმა თავი რეაქციისაგან, რადგან ყველაფერი ფიქსირდება, მაგრამ დაფიქსირდეს ჩემი გულები თუ რაღაცა მომწონს, ვარ იმ შემთხვევაში გულუხვი. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ამ ადამიანისათვის ხარდაჭერაა, მაგრამ რატომ არ ფიქრობს მისი ახლობელი, რომ ხედავს რაღაც ლამაზი სამკაულო შექმნა, შეიძლება არ არის შენი გემოვნება, მაგრამ წახალისე ერთხელ მაინც, ორჯერ მაინც თუ არ გააზიარებს უმცირე ეს რაღაცა პატარა ენერგია, დადებითი ენერგია გამოიჩინე. და ეთყობა ეს არის დიდი პრობლემა, რადგან გუშინ ფსიქოლოგიის ჯგუფში ვიღაცამ ანონიმურად დაწერა, რომ რატომ უჭირთ ჩვენს ახლობლებს ჩვენი საქმიანობის და ჩვენი საქმიანობის მიღება და აღიარება და რატომ აკეთებენ ამას სრულიად უცხო ადამიანები. და კიდევ დავფიქრდი ამ თემაზე, იმიტომ იცით როგორი სიტუაცია, როცა რაღაცა თემა მოდის ჩვენთან, აი თუნდაც ეს იყოს მაგალითად თქვენ რაღაცაზე ფიქრობთ და მე ვიდეოში ვაჟღერებ და სწორედ ის ვიდეო გხვდებათ. როცა ჩვენი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ რაც გჭირდება, მით უმეტეს თუ თქვენ ამას ამბობთ ყოველ დღე დილით თქვენ თავს ეუბნებით, რომ დაერაც მჭირდება მომიდეს ჩემთან, აუცილებლად გზაზე გადაგეყრებათ და ღირს ამ დროს რომ გაჩერდეთ და დააკვირდეთ. და მეც დავაკვირდი, დაუწერე კიდეც კომენტარი, ჩემი კომენტარი იყო ასეთი, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იმ ადამიანთან, რომელიც არ ამჩნევს და ვერ ამჩნევს და მის თვითშეფასებასთან. ესე იგი, რასაც თქვენ აკეთებთ, ამ ადამიანში იწვევს რაღაც აი თვითშეფასების ან რაღაც ემოციას, რომელიც მას აიძულებს, რომ იგნორირება გაუკეთოს ამ პიროვნებას. ბევრმა დაუწერა შური, რომ სანამ შურამდე მივა, შეიძლება შურამდე არც მივიდეს საქმე. უბრალოდ იმ ადამიანს უქვირს, რომ აი როგორ გაბედა ყვავილების მაღაზიის გაკეთება, როგორ ეს ხურისკიანი საქმეა. როგორ რა სამკაულებს ამზადებს, საიდან გაეღვიძა, მე როცა მას არ ვიცნობდი, არანაირი ესთეტიურობის ნიჭი ან რაღაც ხელსაქმეობის ნიჭი მისთვის არ შემიმჩნევია და ასე შემდეგ. ყოველთვის არის ჩვენი დაკნინებული თვითშეფასება, სხვა ახსნა არ არსებობს, თუ არა თქვენ თუ სხვა აზრის ხართ, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და ეს მე ვფიქრობ, რომ არ არის სასაყვედურო, იმიტომ თვითონ ამ ადამიანს აქვს თავის შინაგან რწმუნებულებებში დიდი პრობლემა. ის არ გიღებს იმ როლში, რომელშიც შენ ხარ, სამკაულების გამკეთებელი იქნები, თუ რაღაცა ბიზნეს გახსნი, თუ შენ ნაფიქრალს გამოიტან, მას უჭირს შენი მიღება.
იქიდან გამომდინარე, რომ ის კრიტიკულად უყურებს ამ საქმიანობას და ეს მასში არ იწვევს დადებითი ემოციას. სხვა ვარიანტი არ არსებობს, იმიტომ დადებითი ემოცია რომ იყოს, ის დადებითი ემოცია რაღაცაში შეიმჩნეოდა. სუმცირე შეიმჩნეოდა რაღაც კრიტიკულ კითხვაში, რომ აი მე მოусმინე შენს მაგალითად შენს ვიდეოს და ეს ამ საკითხში გეთახმები, ამ საკითხში არა, აი რაღაცა ნეიტრალური პოზიციის დაჭერა, აბსოლუტური იგნორირება ყოველთვის მიიჩნევა არ მიღებად. და მე კარგად ჩავფიქრდი ამ სიტუაციას და იცით მე ახლა ესე მძაფრად ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანები ჩემი კეთილის სურველები არ არიან. მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ადამიანები, აი ეს კატეგორია, რომელიც აბსოლუტურად 100%-იანად ყველა შემთხვევაში იგნორირებას უკეთებს მაგალითად ჩემს საქმიანობას, ესე იგი, ფაქტია, არ მიიღებს მე ამ როლში. რატომ არ მიიღებს ამ როლში? ეს არის მათი პრობლემა ყოველთვის. მაგრამ აი ნახეთ, ეხლა ნელ-ნელა მივდივარ, რომ უფიქრდებით, კი ბატონო, მას აქვს უფლება არ მიგიღოს შენ მაგ როლში. საერთოდ იგნორირება გააკეთოს. ეს არის მისი შინაგანი რწმუნებულების საქმე და მისი პრობლემა. მაგრამ რას ამბობს ეს ურთიერთობაზე? მის დამოკიდებულობაზე, თუნდაც ან ჩემს მიმართ, ან იმ ყვავილების მაღაზიის ფლობელის მიმართ, ან იმ სამკაულების გამკეთებლის მიმართ. რას ამბობს ეს ურთიერთობაზე? ეს არის აი ძალიან საინტერესო კითხვა და თუ თქვენ პასუხი გაქვთ, აი თქვენ მაინტერესებს დამიწერეთ ეს პასუხები და მე არ განვსჯი არავის. იმიტომ რომ აი ამის საპასუხოდ მინდა რომ პატარა ამბავი მოგვიყვეთ ჩემი აქაური ცხოვრებიდან. რატომ აქვს გაგება მიხვდებით. პირველ წლებში რომ დავდიოდი ენის კურსზე და ვარ უკვე ლილიკოზე, ჩემშვილზე ვარ ფეხმძიმედ და მაქვს ძალიან რთული ფეხმძიმობა. ვერაფერს ვერ ვჭამდი 4 თვის განმავლობაში და შიერი და მწყურვალი დავდიოდი. და თან გამოცდების პერიოდი იყო უკვე, იმიტომ ენის კურსები უკვე დაწყებული მქონდა და სხვადასხვა გამოცდებიც უკვე ჩაბარებული და მინდოდა გამოცდის ჩაბარება, რომელიც მე საშუალებას მომცემდა უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. აქ დავუახლოვდი ერთ ფრანგ გოგოს, რომელიც ასევე ენის კურსს აკეთებდა, რომელიც აქ ცხოვრობდა, რადგან გაიცნო გერმანელი მამაკაცი და ცხოვრობდა მასთან და უნდოდა მასთან ოჯახის შექმნა. ძალიან მომეწონა ეს გოგო, მასაც ეთყობა მოვეწონა და ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ აი ამ 2 წლის ენის კურსებთან დაკავშირებით, რომ აი ვიღაცას ძალიან კარგად დავუახლოვდი. კი, ნაცნობები და კონტაქტები მყავდა, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი და ერთადერთი მეგობარი. ჩვენ თავისუფალ დროსაც ერთად ვატარებდით ხშირად და მოკლედ მე შემდეგ ბავშვი მეყოლა, მოვიდა მომილოცა, მქონდა კონტაქტი, თვითონ მასაც მე როდისღაც უკვე ნახე რომ ფეხმძიმედ იყო, ლილიკოც მყავდა მასთან სტუმრად, მოკლედ პირველ ხანებში გვაქვს ურთიერთობა. შემდეგ კი ისინი გადადიან კიდევ უფრო ესე კი გარეუბანში, უბრალოდ აქვე ახლოს მდებარე სოფელში და მეც ჩავები ფერხულში, გალობში და ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ თვალსაჩინარიდან. გადის წლები, ეს დაახლოებით შეიძლება 12 წელი და აი მინდა იმის თქმა, რომ ეხლა ის მე როგორ მიცნობ და იმ პერიოდში როგორ ახმიქვა. საქართველოსად იყო ძალიან დიდი განათლების პატრონი ეს გოგონა არ იყო, ის ძალიან კარგი ესეთი ღირებულებების და ყველანაირად სასიამოვნო ადამიანი, მაგრამ აი საქართველოს მას არაფერს არ ეუბნებოდა. ეს მისთვის საქართველოს იყო რაღაც ძალიან შორს მოცილებული რაღაცა ცოტა შეიძლება ეგზოტიკური და აი რაღაც უცხო ქვეყანა.
და მე ვიყავი იმ დროს ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ჩემთვის ძალიან მოულოდნელად მოხდა ის ფაქტი, რომ ხედავ, რომ შემოვრჩი ქვეყანას, რომელშიც ცხოვრება მე არ დამიგეგმია ჩემს თაობას. ჩვენ მაშინ ამერიკაში გვინდოდა არა საცხოვრებლად, არამედ 1 ან 2 წლიანი პროგრამით წასვლა მე პირადად და ჩვენ ისე გავიზარდეთ ჩემი თაობა, რომ აი თითქოს ამერიკაში იყო ცხოვრება, ჩვენთან არ იყო რაღაც ეს თვითდაკნინების, თვითგვენის ელემენტები ქართულ საზოგადოებას ჰქონდა და იცით, მე მაშინ არაფერი არ მეკვდა, მაგრამ ხალხი აბოდებდა რაღაც აქედან ჩამოტანილი უკაცრავად ჭინჭებზე იყვნენ გადარეულები, ეს სნობიზმი საერთოდ ცნობილია ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისათვის და ეს რაღაც გარკვეულწილად ალბათ ყველაზე მოქმედებს და ჩემზეც აი რაღაც გარკვეულწილად მოქმედებდა, რომ მინდოდა ეს ქვეყანა გამეცნო და აი 1 ან 2 წლიანი პროგრამით წარსულიყავი და მართლაც საბუთები რომ შევიტანე, მიმიღეს გასაუბრებაზე მიმიწვიეს, ოღონდ ეს გასაუბრება მაშინ იყო ერევანში და ვერ გავბედე იმ რთულ დროს ერევანში წასვლა, ველოდებოდი რომ თბილისში ჩაატარებდნენ გასაუბრებას. და კიდევ ტესტირებას ხო ინგლისურ ენაში და ვემზადებოდი ძალიან ინტენსიურად. და ამ დროს მოვლენები წაეწყო ერთმანეთს ისე, რომ უცებ ვარ სულ სხვა მოცემულობაში, მართალია მე თვითონ დავეთანხმი ამას, მაგრამ აი რაღაც სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და ეს რთული ფეხმძიმობა, ეს 90-იანი წლების ემოციები უკან რომ მოიხედები და შენს სამშობლოს, შენს ფესვებს ესე უჭირს. ეს ყველაფერი მოქმედებდა ჩემზე. და თანაც უკვე მოსულია რომ არ ამღიარეს ის რაც გავაკეთე, ესე იგი ძალიან დაბნეული ვიყავი იმ მომენტში და ეს იგრძნობოდა და იგრძნობა ყველაფერში. შენს გამოხედვაში, შენს ესტიკულაციაში, ეს თვითშეფასებას ვერ აამაღლებდა იმ მომენტში. თუ მქონდა დაბალი თვითშეფასება, როდესღაც ყველაზე დაბალი მქონდა ის სწორედ ამ პერიოდში. და გადის წლები და შემთხვევით ეტყობა ჩემი ვებგვერდი შემოეყარა, რომ თვითონ დამიკავშირდა. მოდის, სტუმრობს თავისი 2 საყვარელი ბიჭით და ხედავს, რომ სულ სხვა ადამიანი დახვდა, სხვა ადამიანი რა კუთხით, სხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. ჩემ თავზე უკვე ნამუშევარი მაქვს, მე უკვე ჩემი კაბინეტი მქონდა მაშინ, ესე იგი, ნახა რომ ფიზიკურადაც აღარ ვცხოვრობ იმ პატარა ბინაში, ვცხოვრობ საკუთარ სახლში, მაქვს ეს დიდი ლამაზი ბაღი, თან მაქვს ჩემი კაბინეტი, დავამთავრე ესე იგი, რაც მან არ იცოდა წარმატებით ეს უნივერსიტეტი, მაქვს აკადემიური ხარისხი და სულ ეტყობა ისეთ საუბარში და ემოციაში ვერ გაუჭირდა იმ მაშინდელი პიროვნების, რომელიც ის მას ბევრი რაღაცის გამო ალბათ რომ რიგი სირთულეები ჰქონდა და თან რთული ფეხმძიმება ჰქონდა, ეცოდებოდა და ეხლა თვითონ თხოვა დახმარება და ძალიან უშურველად დავეხმარე. მისი ბიოგრაფიაც ყველანაირად გავალამაზეთ, უნდოდა რაღაცა საქმის დაწყება, რადგან აი ამ წლებში იქ სოფელში სხვა საშუალება არ იყო და სკოლაშიო დამლაგებლად მუშაობო მითხრა და მაქვსო მემკვიდრეობა მიღებული მამისაგანო, ნაწილი კი სახლში ჩავდეთო, კრედიტი დავფარეთ ნაწილობრივო, მაგრამ მინდაო რომ ჩემი რაღაც გავაკეთო, ოცნება მაქვსო და შემდეგ კიდევ მესტუმრად მოიტანა რაღაც ხელნაკეთი სათამაშო, აი ასეთი სათამაშოების წარმოება მინდაო. ძალიან საყვარელი კურდღელი იყო, მე ცოტა გამოსული ვიყავი, უკვე ლილი უკვე დიდი იყო მაგ დროს და კი გამეჭირდა იმის აღქმა, რომ აი ბიზნესი მარტო ერთ სათამაშოზე, მაგრამ რომ ჩავეკითხე, მითხრა ეს არის ჩემი ოცნება და მინდა რომ შევეცადო, თუ რაღაცა არ გამოვა, ეს თანხა ხო ჩემია, უმეტესი ხო ჩავდეს სახლში და ეს მინდა რომ ჩემთვის იყოს. და დავეთანხმე, მეთქე, ნამდვილად, შენ თუ ესე გინდა სულით და გულით, უნდა შეეცადო. და დავეხმარე ბიზნესის გეგმის ჩამოყალიბებაში, იდეის ჩამოყალიბებაში,
ასევე არის სხვადასხვა მეთოდები, რომ აი დარწმუნდე, რომ ეს იდეა ნამდვილად არა მომენტისა, არამედ ნამდვილად სიღრმისეულია და წავიდა სახლში დაახლოებით 2 საათი ინტენსიურად ვიმუშავეთ და ეს მე მას ვაჩუქე და შევთანხმდით, რომ შემდეგ ის მოელაპარაკებოდა მეუღლეს და დამიკავშირდებოდა და თანახმა ვიყავი, რომ კიდევ დავხმარებოდი, აი სანამ ის თვითონ სპეციალისტთან მივიდოდა, იმიტომ აქ რომ რაღაცა ყველაფერი რეგლამენტირებული არის. დაახლოებით 1 თვის შემდეგ აღარ მახსოვს თვითონ მე მგონი მე შევეხმიან, იმიტომ არ გამოჩნდა და მითხრა რომ ჩემს მეუღლეს რომ დაველაპარაკეო, მანო ეს იდეა გამიცამტვერაო და არ ღირსო ფულის, ну ასე ვთქვათ, გადაყრათო და მეცო დავწმუნდიო რომ ეს იდეაო გადავდე გვერდზეო. იმდენად არ მოველოდი, რადგან ჩემთან მან შეძლო მე დავერწმუნებინე. მე მასთან ვიმუშავე მეთოდით შინაგანი კრიტიკოსი და იმ შინაგანი კრიტიკოსმა მას უამრავი კრიტიკული კითხვა დაუსვა და ყველა კითხვაზე ჰქონდა ენერგია და შესაბამისი პასუხი. და მიდის სახლში და მეუღლე არის ტიპიური გერმანელი აპოლონი, რომელიცაც უყვარს უსაფრთხოება, რომელიც ჯერ 100-ჯერ მოიფიქრებს და თუ არ არის დარწმუნებული, ნაბიჯს არ გადადგამს, რისკი არ უყვარს. და ეხლა მან რომ მითხრა, მე მაინც თავი შევიკავე, იმიტომ რომ თვითონ გამცა აქ პასუხი, თუნდაც ეს იყო მისი მემკვიდრეობის რაღაც მცირე ნაწილი და მას უნდა თავისთვის გამოიყენებინა. ესე იგი, იმის გამოყენების უფლებაც არ ქონდა. მივხვდი, მაგრამ თქვი რომ ეხლა მე რო აქ ესე ჩავერიო, აქ ოჯახთან მაქვს საქმე და ამიტომაც ჯობია გავჩერდე. უთხარი თუ გაქვს შენ სურვილი, მოდი კიდევ ჩაუღრმავდეთ ამ შენ სიტუაციას, მეთქი. და დაიკარგა, მაგრამ ერთხელ მიგვიწვია ზოგად რაღაც იუბილე ჰქონდათ, მე და ჩემი მეუღლე ვიყავით წასულები და იქ ეხლა მასთან საუბრის საშუალება არ იყო, მაგრამ ძალიან ვისი ამოვნეთ და იმის შემდეგ გაქრა კონტაქტი. და იცით, მე გავუგე და აღარ შევაწუხე, მე ხვდი. აი ნახეთ მისი გადმოსახედიდან. ეჭვი არ მეპარება, რომ მას შემთთვის ხოლო დადებითი ემეტება და ის გულის სიღრმეში ჩემს გულშემატკივრად დარჩა. მაგრამ მისი თვით შეფასებიდან. ჩამოვიდა უცხო ქვეყანაში, ენა კარგად ისწავლა და ჩვენ ერთად ერთ დონეზე ვიყავით დაახლოებით. მან უკეთესი შედეგიც, ქულებიც კი აიღო ბოლო გამოცდაში, რადგან მე ჩემმა ფეხციმობამ ძალიან შემიშალა ხელი, საერთოდ რომ ჩავაბარე გამოცდა, მაგაზეც მადლობელი ვიყავი. ესე იგი, ჩემზე უკეთესი იყო ამ სფეროში, სადაც ჩვენ ვიყავით და შემდეგ ხო, და მისი ემოცია ჩემს მიმართ ხარში მედგა და ალბათ როგორც ქალი სოლიდარობის და ფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეცოდების გრძნობასაც რომ ძალიან ატყობდა, რომ მიჭირდა იმ პერიოდში. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა და ფიზიკურადაც. აი 10 კილოთი ნაკლები ვიყავი, ვიდრე აი ეხლა იმ მომენტში ვარ. და შემდეგ გადის პერიოდი, თვითონ აქ ყველა შრომა დასაფასებელია, მაგრამ აი თვითონ თავისი ადგილი ვერ ნახა, აი მიდის იქ სკოლაში, ეხმარება დალაგებაში და ოცნებობს რაღაც თავის პატარა ბიზნესის გაკეთებას იმ ფულით, რომელიც იმ ფულის ნაწილით, რომელიც მამამისმა მისცა. და ამ დროს ხედავს, რომ მე იმ პერიოდში უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე, ეს გავხდი სახლის მესაკუთრე, ეს ბაღი შემონახა, რომელიც მას ძალიან მოეწონა და მაქვს ჩემი კაბინეტი, მაშინ ჯერ კიდევ ფსიქოთერაპიის უფლება არ მქონდა და იყო ფსიქოლოგიური დახმარების და კოუჩინგის კაბინეტი და ემოციითაც და ყველა მოცემულობითაც სულ სხვა მდგომარეობაში ვნახა. წელგამართული, გაძლიერებული, ისე რომ ახლა მე ვეხმარები მას და
ის თავის ოცნებას ვერ ახორციელებს, წინ ვერ მიდის, იმიტომ ის რაღაცა ფრთები გამოესხა მას, აი თავისი ოცნებით, ისიც ამ ქმართან საუბარში ის ფრთებიც მოაკვეცეს. და მის თვალში ვარ გარკვეულ რაღაც მისი გადმოსახედიდან, მისი შედარებებიდან ვარ წარმატებული, თუნდაც მე ესე არ აღვქვამდი, ეს მე რას აღვქვამ, ეს სულ ერთი არის. მისი გადმოსახედიდან და მისი თვითშეფასება, აი ჩემთან ურთიერთობით ძალიან კნინდება, რადგან ყოველი კონტაქტი ახსენებს მას თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია და ახსენებს იმას, რომ მე ჩემ რაღაც გზაზე ვდგევარ, ადგილი მაქვს ნაპოვნი და ყოველ შემთხვევაში მივუყვები ამ გზას და კმაყოფილი ვჩანვარ და თვითონ აი ეს უკმაყოფილების გრძნობას ვერ ერევა და ეს გრძნობა შესაძლებელია ხდება აუტანელი ჩვენი კონტაქტის გამო. არა იმიტომ, რომ ეს ჩემდამე არის უარყოფითად განწყობილი, არამედ ჩემი მის დაუნებურად ჩვენ ადამიანები ვადარებთ და ეს შედარება მის თვითშეფასებას ძალიან აკნინებს. იცით რომ გავიაზრე ეს ყველაფერი დავფიქრდი, აი ძალიან დიდი სიყვარულით მას ყოველივე კარგი უსურვე მისი ოცნებების განხორციელება და იყოს რომ თითოეული ჩვენთაგანის შინაგანი სურვილი, კეთილი სურვილი ასრულდეს ისე რომ ჩვენ ვიყოთ კმაყოფილები, მაგრამ ეს ცხოვრება პროცესია, ეს არ არის სურვილს შეისრულებ და დამთავრდა ყველაფერი, შენ იმ პროცესში ხარ და ეს პროცესი ყოველთვის გთავაზობს გამოწვევებს, მაგრამ აი როცა ვადარებთ ვინმეს ჩვენთან, ჩვენ სიტუაციასთან, ჩვენ იმ პროცესს და გამოწვევებს კი ვერ ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ უბრალოდ იმის სტატიკურ მდგომარეობას. აი ამ მომენტში ასეა და თავს ვერ პატიობთ ხშირად. არის სიტუაციები, როცა იმ ადამიანს ვერ პატიობთ. აი როგორ მივიდა იქამდე, რაც ჩემზე მეტი რითი იყო, როგორ მაშინ სხვა სიტუაცია იყო, რატო არ დარჩა ეს სიტუაცია ისე, რატომ არ გძნობ თავს უპირატესად მასთან შედარებით. ესეც არის და დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე. რა მიზეზი არის, როგორი არის მისი ნამდვილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, მე შეიძლება ვივარაუდო და შეიძლება ვიმედოვნო, რომ არის პოზიტიური და ჩემთვის ასე უმჯობესია, რომ ეს დავიჯერო. მაგრამ მეც მივიღე ეს სიტუაცია როგორც იყო და ვფიქრობ, რომ ეს რაც მან გააკეთა, დავაფასე, იცით, ეს ჯობია, ვიდრე ჩემთან მოსულიყო და ის გრძნობა ჰქონოდა ჩემს მიმართ, რომელიც აი გულშემატკივრის გრძნობა დაკარგულიყო ჩემს მიმართ და შესულიყო მაგალითად შურის გრძნობაში. მე ვფიქრობ, რომ აი ეს გადაწყვეტილება, რომ მან საერთოდ გამერიდა, ვფიქრობ, რომ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება და დავაფასე კიდეც, რომ მივიხედები მე ვარ მისი დიდი გულშემატკივარი და წარსულში მოსიყვარულე მეგობარი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ არ უნდა დავაძალო, არ უნდა თავს მოვახვიო ჩემი საზოგადოება იქ, სადაც ჩემი არსებობა მის რაღაც მტკივნეულ წერტილს კიდევ უფრო მტკივნეულად ხდის და აი ეს არის ცხოვრება. ასეა, მარტივი არ არის ჩვენი დედამიწაზე ყოფნა, მაგრამ არის ისევ ჩვენს ინტერესში, რომ კარგად შევხედოთ სიტუაციას, რომ აი ეს ურთიერთობები, რომლებიც ამ თვითშეფასების დაკნინებას იწვევენ ან ჩვენში, ან სხვა ადამიანში თუ ვარაუდობთ, რომ სიკეთეს ვერ მოიტანენ, ამით ადამიანები მხოლოდ ღიზიანდებიან. ეს გაღიზიანებული გრძნობები კიდევ ნიშნავს, რომ სამყაროც რასაც გასცემ შენიაო და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჯობია ადამიანი იყოს არ მიმღებლობას იჩენდეს, გაგერიდოს, არ ამჩნევდეს, საერთოდ შეიძლება ისე გააკეთოს, რომ არც გამოვიდეს მის კედელზე შენი შინაარსები, შენი ყვავილები, შენი სამკაულები. აი ასე ჯობია თუ ვიდრე ის რომ დაინახოს და ჰქონდეს ის ფიქრები და ემოცია, რომ
როგორ მე რატო არ გამოიღვიძე ეს ნიჭი, მე რატო არ შემიძლია ამის გაკეთება, ან მე რატო არ მეყო ბიზნესის დაწყების სითამამე. ესე იგი ხვდებით, აი ეს მივდივართ ისევ მის საკუთარ პრობლემებთან და მინდა რომ ყველას უსურვო ის ნიჭი და ის უნარი და ასევე სითამამე რომ საკუთარ თავს ჩაუყურადოს და ისინი კი ვინც გულნატკენია იმით რომ მათ ყურადღებას არ აქცევენ, იგნორირებას უკეთებენ, მინდა რომ აი ეს დადებითი მხარე ეს ამ იგნორირებას აქვს დადებითი მხარე და ის დადებითი მხარე დავაფასოთ. გისურვებთ სასიამოვნო დღეს, დიდი მადლობა.